საღამო მშვიდობის ყველას. აბა როგორ ხართ? ჩემო ძვირფასებო, აბა როგორ ხართ? აი მოვედი თქვენთან მეგობრებო. მოვედი, მაგრამ რა ვიცი როგორ მოვედი. მოვედი. გაიხარეთ არა მიშავს, გამარჯობა, საღამო მშვიდობის ყველას მეგობრებო. აბა როგორ ჩაიარა დღე. ერთხელ წავედი მეგობრებო ამ ზაფხულის განმავლობაში არც ზღვაზე ყოფილ ვარ და არც აუზზე. ერთხელ წავედი და იმის მერე ხომ მოვკვდი. აი მეგობრებო, იმის მერე ხო ვერ ვარ. საღამო მშვიდობის ყველას. პირადი გაშლები მექნება ორშაბათიდან მეგობრებო. ორშაბათიდან უკვე მექნება პირადი გაშლები. ორშაბათიდან აუცილებლად გავაგრძელებ პირად გაშლებზე ჩაწერებს, ასე რომ სურვილის და მიხედვით ვისაც გაქვთ შეგიძლიათ მომწეროთ პირადი შეტყობინება. არა, კითხვა-პასუხი არ მექნება. კითხვა-პასუხი არ მექნება, რადგან დაბნელების კორიდორში შევდივართ, მეგობრებო, მოდი ამასთან დაკავშირებით გავაკეთებ დღევანდელ საჯარო ლაივს. რა სიახლეებს მოგვიტანს დაბნელების კორიდორი, რა შეიცვლება ამ კორიდორის შემდეგ. უღრმესი მადლობა ყველას, მორგანა, უღრმესი მადლობა, გაიხარე. დიდი მადლობა ყველას მეგობრებო. რადგან არის დაბნელების კორიდორი, მეგობრებო, ხვალიდან არა, ზეგიდან კვირას. დღეს რა რიცხვია მეგობრებო? დღეს რა რიცხვია? დღეს არის 5. ზეგიდან შევდივართ დაბნელების კორიდორში, ასე რომ დღევანდელი ჩვენი ლაივი იქნება ამასთან დაკავშირებით. დაბნელების კორიდორი. მეგობრებო. ფიქრობ, არ უნდა იყოს ურიკო. მორიელიც მოვიდა, მორიელ როგორ ხარ? ეხლა ვაპირებდი გადმოზიარებას. აბა როგორ მიდის მგზავრობის საქმე, გზაში ხარ, მოძრაობ თუ ისვენებ? გაიხარე ანა მარია. მეგობრებო, ჩვენი დღევანდელი ლაივი დაბნელების კორიდორი. ესე წერ მეგობრებო, რო არ დამავიწყდეს. ხა. აი ესე წერ, კი. მოკლედ დასხედით, მოეწყვეთ, განეწყვეთ და ცოტაც ვიჭორავთ, ცოტაც ვისაუბროთ, სხვანაირად არ გამოგვივა. და მივხედოთ საქმეს. ჩვენს ამ საღამომინდელ საქმეებს. ჩვენი საქმე რა არის? აქ ერთად ყოფნა. ერთად ყოფნა ჩვენი საქმე მეგობრებო. კი, მე ძალიან მიხარია თქვენთან მოსვლა. რა თქმა უნდა, აბა, სხვანაირად მე არ შემიძლია. სხვანაირად მე არ შემიძლია მეგობრებო. სხვანაირად მე არ შემიძლია. მოწყენილობა არ მიყვარს. ერთფეროვნება არ მიყვარს. მოძრაობა მიყვარს. ჩემს ზოდიაქოს ვამართლებ, ლომი ვარ მეგობრებო. ნუ რა ვქნა? ერთ ადგილზე ყოფნა და გაჩერება არ შემიძლია. ამიტომ ეს გაყვანილობები მაპატიეთ, ეხა სხვანაირად არ გამომივა, იმიტომ რომ ტელეფონს ვტენი მეგობრებო. თავარია ადამიანები ვიყოთ. რა მნიშვნელობა აქვს ვინ ვიქნებით? კარგი და ცუდი ლომთანაც არის. ეხლა დავიწყოთ თქვენი ენერგიები. მე თქვენს ენერგიებს წავიკითხავ ჩემი ტაროს დასტით.
ბოდიში უკაცრავად შემოდგომის დასტით, მეგობრებო. აი ამ ლამაზი დასტით წაკი, აი ქვემოდან. აი მეგობრებო, ნახეთ ეს გადავჩეხე კარტი და ისევ ეს ამოვიდა გახსოვთ, წინაზე იყო ეს ზუსტად ესე მედო აქ და ხო, აი ნახეთ. მეგობრებო, ეხლა არ ვიცი როგორ თქვა, მაგრამ ენას კბილი უნდა დააჭიროთ. რაღაც თქვენ ცხოვრებაში სიახლეები შემოდის, ამიტომ არსად არაფერი თქვათ. პირველი კარტი ჩუმად ყოფნის. თქვენთვის ყოფნის, არავისთან არაფრის თქმის. კრინტის არ დაძრა, არავისთან მეგობრებო. ხო. არავისთან არაფერი არ თქვათ. ეხლა რაც შემოვა თქვენ ცხოვრებაში, რაც დაიწყება თქვენ ცხოვრებაში, რაც არ უნდა შეიცვალოს თქვენ ცხოვრებაში, ეს არის კარგისკენ, ამიტომ არავისთან არ უნდა თქვათ არაფერი. აი მეგობრებო, პირველი კარტი. საიდუმლო, რომელიც არ უნდა გათქვათ. არანაირად არაფერი არ უნდა გათქვათ. რაც იქნება ეხლა თქვენ ცხოვრებაში, ხო. ეს მიიღეთ გაფრთხილებად. ძალიანაც კარგი. ეხლა დავიწყოთ, მე მაინტერესებს თქვენი ენერგიები. ხო, აი ნახეთ ეხლა მეგობრებო, კიდევ გავამახვილებ ყურადღებას. დღევანდელი ჩვენი ლაივის თემა არის დაბნელების კორიდორი. რა სიახლეებს მოგვიტანს დაბნელების კორიდორი და აი იმ სიახლეებს რაც შემოვა და არ უნდა თქვათ. აი მეგობრებო. აი მიყვარს რა ვქნა, ჩემი ყველა თითოეული დასტა მიყვარს. პირველი კარტი, ხა. კარგი, დავიწყოთ თქვენი ენერგიები. უპირველეს ყოვლისა მინდა მოგესალმოთ ყველას, უღრმესი მადლობა ყველას. თითოეული თქვენი აი ამ ლაიქებისთვის, ამ კომენტარებისთვის, აი არ ვიცი მეგობრებო, რასაც დაარქმევთ, როგორც გინდათ, ისე ეს ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია, ასე რომ აი ამ სტიმულისთვის უღრმესი მადლობა ყველას თქვენ. გაიხარეთ თქვენ რომ არა მე აქ არ ვიქნებოდი. კი ვიქნებოდი, მაგრამ სტიმული არ მექნებოდა. მე აქ მაინც მოვიდოდი. აქამდე მოვდიოდი თურმე და უნდა მოსულიყავი, მაგრამ უფალს მადლობა რომ თქვენ ხართ ჩემი სტიმული. და დავიწყოთ ახლა, ვინც ვართ, მე არ ველოდები არასოდეს არავის, ვინც შემოგვიერთდება სიამოვნებით მივიღებთ. აიღეთ კარგი ინფორმაცია სასიკეთოდ, რაც არ მოგეწონებათ და გაუშვით მეგობრებო, ასე რომ არ ინერვიულოთ, რაც თქვენთან ახლოს არ მოვა. არ ინერვიულოთ, რაც არ მოგეწონებათ, ისეთი რაიმე თუ იქნება არ მიიღოთ. კარგი მიიღეთ მხოლოდ და დავიწყოთ ახლა თქვენი ენერგიები. ვინ ხართ თქვენ? თქვენი ენერგიები მაინტერესებს. ხო, თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც საკუთარ თავს ეწინააღმდეგებით, მეგობრებო. ხო. აი ესეთ კონფლიქტურ სიტუაციებში ხართ საკუთარ თავთან. მოდი ასე ვიტყვი, კი. გამარჯვება გინდათ საკუთარ თავთან. არ ვიცი საკუთარ თავს რას უმტკიცებთ, რისი დამტკიცება გინდათ, მაგრამ მე ვარ ახლა ამ სიტუაციაში. აი მინდა პირდაპირ ესე ვთქვა, რომ აი მე ვარ ზუსტად აი ახლა ამ სიტუაციაში. საკუთარ თავს ვეწინააღმდეგები, იმიტომ რომ არ მომწონს ის ადგილი, სადაც მუშაობ და მაინც აქ ვარ. ხო, მეგობრებო, ნუ რა ვქნა. მე საკუთარ თავს ვეკამათები ამისთვის, რომ აი რატო ვაკეთებ ამას? აი რატო ვისჯი თავს? აი რატო ვიღლი ნერვებს? აი ფიზიკურად არ შემიძლია რატო ვაკეთებ ამას? აი ზუსტად ასე ხართ, მეგობრებო. კონფლიქტებში ხართ საკუთარ თავთან. ხო, კიდე არა, ძალიან ბევრი სურვილი გაქვთ. ამის პოტენციალიც გააქვთ. ამასაც მიყვებით, თქვენ სურვილებს მიყვებით, კი, მეგობრებო, კი. თქვენ გაქვთ ამის პოტენციალი, კი, ნამდვილად გაქვთ, რომ თქვენ სურვილებს ისრლებთ. რაიმე რა გავაკეთო? აი ქვემოდან როგორი კარტია. მოკლედ, თქვენ ესე იგი როგორ ენერგიებში ხართ, მეგობრებო, ახლა შეხედეთ, კი ხართ საკუთარ თავთან კონფლიქტში, მაგრამ ხო? აი იმ სიტუაციაში ახლა თქვენ რა აი ნახეთ მეგობრებო. აი ნახეთ მეგობრებო. აი მეგობრებო, ნახეთ როგორი რა ხდება ახლა აქ. საიდან დავიწყო აღარ ვიცი. რაღაც ისე არ მიდის როგორც თქვენ გინდათ. მოდი ასე ვიტყვი. ხო, რაღაც ისე არ მიდის როგორც თქვენ გინდათ.
რაღაც ისე არ გამოვიდა, როგორც თქვენ გინდოდათ. აი ხო, აი ამას ვერ გავექცევით ახლა. აი ამ ჭორებს, მითქმა-მოთქმას, ამ ნიღბიან ადამიანებს, ესეთი ნიღბები მე მიყვარს ზოგადად კოლექციას ვაგროვებ ამის მეგობრებო, მაგრამ ხო, ახლა აქ რაც ხატია ამ სურათზე, ეს არის უფრო სულ სხვა მიმართულება ადამიანების ენის მიტანები, ჭორები, მთელი ამბები მოკლედ მთელი მითქმა-მოთქმა აქვს თქვენზე. მოდი ასე ვიტყვი, ესეთ ენერგიებში ხართ ახლა რომ ძალიან ისეთ ჭორებს გებულობთ, ამბებს გებულობთ თქვენზე, რაც თქვენი არაა. ეს გაგდებთ კიდევ მთვარეში. შეიძლება კიდევ აქ იყოს, რადგან მთვარეა, აქ შეიძლება იყოს კიდევ ცოტა ზემოქმედება, ნეგატივები. კი. მოდი ასე ვიტყვი ამასაც, მაგრამ თქვენ არ ხართ იმ კატეგორიის ადამიანი, ვისაც ეს რაღაც სიტუაცია აფერხებდეს. არა, მეგობრებო. მე ვერ დავიჯერებ ახლა იმას, რომ თქვენ ეს რაღაცას ისეც გმართებს. ეს თქვენზე აღარ მოქმედებს უკვე. აი ეს უკვე თქვენზე აღარ მოქმედებს. ეს თქვენ არ ხართ უკვე. ვინ რას იტყვის, ვინ რას ილაპარაკებს, ვინ რას მოიმოქმედებს, ვინ რას გაგიკეთებთ, დაგწყევლით თუ ჯადოს გაგიკეთებთ თუ რაღაცა ნეგატივი, ამფერი ასეთი რამეები თქვენთან უკვე всё, აღარ მოქმედებს. ამას დავხურავ ამას, ასე ჩავაბრუნებ. კორექციასაც გავაკეთებ ახლა. დანარჩენი რაც ხდება ახლა თქვენ ცხოვრებაში, თქვენი ენერგიები მიმართულია აი საით. რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა წინააღმდეგობა დაგხდეთ, წინაღობა დაგხდეთ, რაც არ უნდა დაბრკოლებები შეხვდეთ გზაზე, თქვენ უკვე ეს აღარ გაშინებთ. საქმეც მაგაშია. აი აქეთკენ მიდიხართ მეგობრებო. აი ესა ყველაზე მაგარი და კიდევ ყველაზე უმაგრესი ის არის, რომ აი ეს ყველაფერი ახლა თქვენ ცხოვრებაში რაც შემოდის, არავისთან არ თქვათ მეგობრებო. ეს იყო წინაზეც, ეს ზუსტად ეს იყო და კიდევ გავიმეორებ. არავისთან არაფერი არ თქვათ. ეს ცოცხი ძალიან კარგად მოქმედებს. ხო. ასე რომ არავისთან არაფერი არ თქვა, სად დავდო ეს კარტი. იმიტომ რომ თქვენ ცხოვრებაში ისეთი კარგი პერიოდი იწყება, მეგობრებო, რომ საიმედო, აი ისეთი რომ აი ძალიან კარგი პერსპექტივა შემოდის თქვენ ცხოვრებაში. ეს შეიძლება შეეხებოდეს ბავშვის დაბადებასაც, თუ აქამდე გინდოდათ და არ ხერხდებოდა. ეს შემოდის ურთიერთობაც თქვენ ცხოვრებაში, საიმედო ურთიერთობა. კიდევ შემოდის საჩუქრები. აი რაც გინდათ, ნებისმიერი ხო, აი ყველაფერი, ვის რა გაქვთ ოღონდ ახლა თქვენ სიტუაციას მოერგეთ, ვის რა გაქვთ ჩაფიქრებული და ვის რა გინდათ. აი ყველაფერი ის, რაც თქვენ გინდათ, მეგობრებო. ის რაც თქვენ გსურთ, ყველაფერი კარგი შემოდის თქვენ ცხოვრებაში, ასე რომ არ ინერვიულოთ. და ენას კბილი დავაჭიროთ. არავისთან არაფერი თქვათ. აი მოიცადე რომელ კინოშია? ქართული კინო როა, მეგობრებო, ქართული ფილმი. როგორ უნდა გავიხსენო ის ფოთლებსაც ყურები აქვთ. ქართული ჯადოსნური ღამე. აი, ჯადოსნური ღამე მეგობრებო. არავისთან არაფრის თქმა არ შეიძლება. ფოთლებსაც ყურები აქვს. კი. თავდაჯერებულები იყავით ამისთვის. ამისთვის იყავით მზად. დასასრული, ნახეთ, უსპეხ და ხო, ანუ თქვენ ცხოვრებაში დამთავრდა ცუდი პერიოდი და იწყება ახალი და კარგი სიტუაცია. აქ იქნებით ძალიან თავდაჯერებულები, უკვე ხართ ამისთვის თქვენ თავდაჯერებულები, რომ თქვენ ცხოვრებაში კარგი პერიოდი იწყება. კი, წარსული დარჩება წარსულში, მეგობრებო. ეს არის ბედის ბორბალი და ბედის ბორბალი უკვე პროცესი აქვს, ბედის ბორბალს დაწყებული, მეგობრებო, ასე რომ მოახლოებულია უკვე თქვენი ბედნიერება, მოდი ასე ვიტყოდი. ეს არის ბედის ბორბალი, ეს არის პერევაპლაშენიე, გარდასახვა, ახალის დასაწყისი, ახალის მოლოდინი გქონდათ და ეს ყველაფერი უკვე თქვენს კი, მეგობრებო, გაუმჯობესება, გამოსწორება, შეცვლა, ახალის დაწყება და მოახლოება. აი, მეგობრებო, ნახეთ? მოახლოება. აი ეს პერიოდი უკვე იწყება თქვენ ცხოვრებაში, ამიტომ არავისთან არაფერი არ თქვათ და საიდუმლოდ შეინახეთ ეს ყველაფერი. გავიმეორებ, ისეთ კარგ ენერგიებში ხართ, მეგობრებო, ხო? არ ვიცი თქვენ ამჩნევთ თუ არა ამ ყველაფერს, მაგრამ ხო, აი არ ვიცი, ხვალინდელი დღე იქნება ძალიან საიმედო, ძალიან ბედნიერი, ძალიან თავდაჯერებული. ჩათვალეთ, რომ უკვე თქვენი ბედის ბორბალი დატრიალებულია უკეთესობისკენ, თქვენ ცხოვრებაში შემოდის და იწყება ახალი პერიოდი. აქამდე რა სიტუაციაც გქონდათ, დაბრკოლებები და ეს ყველაფერი შეება წარსულში, მეგობრებო, ასე რომ იყავით კარგის მოლოდინში და ელოდეთ ყველაფერს სასიკეთოს.
აი ამ ენერგიებში უნდა იყოთ ეხლა თქვენ. ეს არ თქვენი ენერგიები, სხვანაირად აქ მე ვერ ვხედავ, ამიტომ ყველაფერი მიდის კარგისკენ. და წმენა არ უნდა დაკარგოთ არასოდეს ამისთვის. ძალიან კარგი რომ კარგის მოლოდინში ვიყავით, ვართ და ვიქნებით. ასე რომ ეს რაშიც ვიყავით და ვიქნებით და ვართ, მეგობრებო, აი ზუსტად ის შემოდის და მეც უკვე მივეჩვიე იმას, რომ არავისთან არაფერი აღარ უნდა ვთქვა, მეგობრებო. არც ვამბობ. არავისთან არაფერს არ ვამბობ. ისედაც დაინახავენ ამას, ამიტომ ჯობია მოულოდნელი თავზარდამცემი იყოს ჩვენი ავის მსულელებისთვის ეს ყველაფერი, ჩვენი სიკეთე და ჩვენი კარგატყოფნა უნდა იყოს ჩვენი ავის მსურველებისთვის თავმზარდამცემი. მე მგონი სწორად ვთქვი. ხო. ბატონაც არა, თავზარი ვეღარ გავიმეორებ, იმიტომ რომ არ გამოვივა. ხა, აი ასე, შოკი უნდა მიიღონ მეგობრებო, შოკი მიიღონ. ოხ, როგორ მიყვარს ამის მოსმენა და დანახვა. აი, მათი თვალების დანახვა მიღირს ამათ მეგობრებო. ხა. თავზარდამცემი. ხა. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო. მოგესალმებით ყველას, ვინც შემოგვიერთდით, ვინც კიდევ შემოგვიერთდება. მოკლედ ბედნიერი ლაივი და წარმატებული, კარგი ამბების მოსმენა და აღება ჩემო ძვირფასებო და დავიწყოთ ახლა. ჩვენი დღევანდელი თემა არის დაბნელების კორიდორი. დაბნელების კორიდორი. ჩვენს ტაროს დასტას დავტოვებ ასე, სწორ ფორმაში, არ ამოვატრიალებ, მეგობრებო. კარგი ამბებისთვის არ ამოვატრიალებ. დავტოვებ ასე სწორ ფორმაში, ასე რომ მე ძალიან მახარებს ეს სიტუაცია. დაბნელების კორიდორი. რა შეიცვლება დაბნელების კორიდორში? რა უნდა გავითვალისწინოთ დაბნელების კორიდორში? პირველი რაც უნდა გავითვალისწინოთ არის ის, რომ აი, მეგობრებო, ენას კბილი დავაჭიროთ. მაპატიეთ ამ გამოთქმისთვის, მაგრამ კი. და კიდევ რა უნდა გავითვალისწინოთ, რასაც გვეტყვის კარტი და აი, დაბნელების კორიდორში. მეგობრებო, დაბნელების კორიდორი. რა ვქნა? თქვენი პარტნიორი. ეხლა ვიტყვი, დაბნელების კორიდორში, ვისაც უნდა ადგილმდებარობის შეცვლა შეიცვლის გზას. მიმართულება შეიცვლის. თუ ეს თქვენ პარტნიორს ექნება, თქვენი პარტნიორისგან მიიღებთ შეტყობინებას, შეიცვლის მიმართულებას, მეგობრებო, ხო, ესე თანმიმდევრობით ამოვალაგებ ეხლა კარტს. კი, შეიცვლის თანმიმდევრობას, კიდევ აქ არის პრობლემების კარტი. თუ კი პრობლემები გქონდათ აქამდე, მეგობრებო, იცოდეთ, რომ ეს სიტუაცია გამოგისწორდებათ. დაბნელების კორიდორი არის ზოგადად ძველი დატოვების, ძველი სიტუაციის, ძველი პრობლემების დასრულება და ახალის დასაწყისი. კი, და აი ეს იქნება თქვენი გამარჯვება. ძალიანაც კარგი. ხო, ეხლა გავიმეორებ ისევ. თქვენი პარტნიორიდან ელოდეთ დაბნელების კორიდორის შემდეგ შეტყობინებას. აუცილებლად მეგობრებო. ელოდეთ შეტყობინებას. კიდევ თუ კი ვინმე ფიქრობთ სადმე წასვლას, აუცილებლად გამოგივათ. ოღონდ დაგეგმეთ მეგობრებო. და კონკრეტიკა შეიტანეთ თქვენს გადაადგილებაში, რომ სადმე რაიმე შეცდომა არ მოგივიდეთ. უბრალოდ ესეც გაითვალისწინეთ კი. ხო, კიდევ რა მოხდება დაბნელების კორიდორში? მოკლედ, გამოცდილება. ეს პერიოდი არის იმისთვის, რომ თქვენ ხართ უკვე იმდენად გამოცდილები, ან უკვე ამ პერიოდის გავლის შემდეგ თქვენ მიხვდებით, რომ მიიღეთ ძალიან დიდი გამოცდილება აქამდე და ძალიან გონივრულ ნაბიჯებს გადადგამთ ამ ყველაფრიდან. დაბნელების კორიდორი ძალიან იმოქმედებს თქვენს მომდევნო ცხოვრების გაგრძელებაზე, ნაბიჯებზე, მსვლელობაზე, თუ კი რაიმე ინვესტიციები გინდათ ჩადოთ, თუ კი რაიმე ბიზნესი გსურთ, ამ ყველაფრის, ამ კალიდორის შემდეგ დაიწყეთ მეგობრებო. დაბნელების კორიდორის დასრულების შემდეგ აუცილებლად მერე დაიწყეთ მეგობრებო. ხო, ეს გონივრულად გამოგივათ, თუ კი გააკეთებთ ამ ყველაფერს ამ კორიდორის შემდეგ და ეს იქნება ძალიან გონივრული ნაბიჯები თქვენგან. კი, და თქვენი ძალიან ბევრი სურვილების ასრულებაც. კი ბატონო. იცით ალბათ დაბნელების კორიდორში არაფრის გაკეთება არ შეიძლება მეგობრებო.
არ შეიძლება. კიდევ რა? კიდევ ის რომ წარსული დარჩება წარსულში. უნდა დატოვოთ წარსულში გულის ტკივილი, გულგატეხილობა, ცრემლი, მწუხარება, უბედურება, მოგონებებში დატოვოთ უნდა წარსულში მეგობრებო. კიდევ რა? ხო, თუ კი იყო რაიმე ქვემოდან აქ არის ესეთი ერთ-ერთი რაღაც ხო, უყურეთ რა ხდება ეხლა, აქაც ბედის ბორბალი, მეგობრებო და რისი თქმა მინდა. ეხლა მინდათ გაჩვენოთ. ძალიან მინდა რომ გაჩვენოთ, არ ვიცი რამდენად ვახერხებ ამ ყველაფრის ჩვენებას. ერთი წუთით იქნებ შუქი ავანთო და უფრო გამოჩნდეს, მეგობრებო. აი ესე. და აი ესე. ახლა ნახეთ აქ რა ხდება. თქვენ ცხოვრებაში თუ კი იყო წასული ადამიანი და აქ ხედავ რომ მე წასულია ადამიანი თქვენგან და ძალიან გულგატეხილები ხართ თქვენ მეგობრებო ამის გამო. აქ ჩაერია ბედი. თუ ეს იყო წასასვლელი ეს ადამიანი უნდა წასულიყო თქვენგან სხვანაირად არ გამოდიოდა. თუმცა აქ მე ვხედავ სამართლიანობის აღდგენას. კი ხართ ნაწილობრივ დანაკარგებში, მაგრამ აქ ვხედავ მე ადამიანის დაბრუნებას მეგობრებო. ეხლა ეს თქვენი გადასაწყვეტი იქნება მიიღებთ თუ არა, მაგრამ ხო, მოლაპარაკებებს აწარმოებთ ამ ადამიანთან დაკავშირებით, ეს ადამიანი დაბრუნდება და თქვენ მოგიწევთ მოლაპარაკება, ანუ თქვენ მოგიწევთ საუბარი ამ ადამიანთან. თავშიც ამოვიდა აქ ნახეთ, აქ თავშიც ამოვიდა შეტყობინება, რომ ამ ადამიანიდან მიიღებთ შეტყობინებას მეგობრებო. და იმიტომ რომ ეს ადამიანი მოდის თქვენთან, აი მოსვლის კარტი, მოდის ეს ადამიანი თქვენთან ჩემო ძვირფასებო და ხო, აუცილებლად მიიღებთ შეტყობინებას. აი მიხვდით ხო ხმა არ მაქვს დაწეული და მიხვდით რომ ხმა შემოვიდა, ასე რომ აუცილებლად მიიღებთ ამ ადამიანის შეტყობინებას, ამ ადამიანიდან ეს არავისთან არ უნდა თქვათ, კიტრი არ ვიცი რა იყო, კრინტი არ უნდა დაძრათ არავისთან. ამ ადამიანს სურს თქვენთან დაბრუნება, რაღაც მოლაპარაკება, რაღაც დაბროზე წამოსვლა და სიახლეების დაწყება. ნახეთ, აქ კიდევ მზის კარტია. კი. თითქოს ამ ადამიანს უნდა თქვენთან რაღაც შემოგთავაზოთ, სადღაც შეიძლება წასვლა, დასვენება ან განმარტოება, თითქოს რაღაცა საჩუქარის გაკეთება უნდა. შეიძლება სამყარო ეს ურთიერთობა არის პაუზაზე მეგობრებო. თქვენ თუ კი გყავთ თქვენს გონებაში არის ადამიანი, წასული ადამიანი, თუ კი გსურთ ამ ადამიანის დაბრუნება, თქვენ გეძლებათ იმის შანსი სამყაროდან, რომ ეს ადამიანი დაბრუნდეს თქვენთან და თქვენ რაღაცნაირად მოახერხოთ ამ ადამიანთან ურთიერთობის გაგრძელება. ანუ ეს არის პაუზა. თუ გსურთ ამ ადამიანთან ურთიერთობის გაგრძელება, თქვენ გააგრძელებთ. თუ არ გსურთ ამ ადამიანთან გაგრძელება, თქვენ შეგიძლიათ მეგობრებო დაასრულოთ. ეს თქვენი გადასაწყვეტია. მაგრამ ეს იქნება ამ დაბნელების კორიდორთან დაკავშირებით, რადგან გვაქვს დღევანდელი თემა ამასთან დაკავშირებით მეგობრებო. კიდევ ის რომ სამყარო ამ ადამიანს აძლევს შანსს რომ თავისი შეცდომები გამოასწოროს. და აქ ვხედავ მე კიდევ რომ ეს ადამიანი აუცილებლად ეცდება ამ ურთიერთობაზე მუშაობას, ამ ურთიერთობაში დაბრუნებას, ამ ურთიერთობაზე პასუხისმგებლობის აღებას, აქ მე ვხედავ ფინანსურად თქვენთან გვერდში დგომას, სულიერად, მორალურად, მატერიალურად და კი, ანუ ოჯახს ვხედავ მე ამ ადამიანთან. ბევრ თქვენთაგანთან ნახეთ ქვემოდან რა კარტია სურვილების ასრულება. თუ კი გსურთ ამ ადამიანთან ურთიერთობის გაგრძელება, აბატონო, შანსი გეძლევათ მეგობრებო. თუ არა და ესეც თქვენი გადასაწყვეტია. ეხლა ურთიერთობაში მუშაობა როა საჭირო ეს მეგობრებო კარტია მომივარ და ეს ადამიანი არცად არ წასულა ასე ყარაულობთ, გითვალთვალებთ, მაპატიეთ ამ ჟარგონული სიტყვებისთვის, უბრალოდ უცებ შეიძლება ვერ გავაკონტროლო მეგობრებო, სიტყვები და მაპატიეთ ამისთვის, მაგრამ ეს ადამიანი არცად არ წასულა, იცოდეთ, აქვეა, აი მეგობრებო, ამოვარდა კარტი და თუ კი ამ ადამიანთან თქვენი ოცნებები და გეგმები გაქვთ, აბატონო, აქვეა, ესეც ამიტომ თუ გსურთ მოსალოცად მაქვს საქმე. დაბნელების კორიდორს უნდა დაველოდოთ მეგობრებო. ნახეთ როგორ ვარდება კარტები.
ეს მეგობრებო, ნუ ეს ადამიანი პასუხისმგებლობით მოდის. კი, თვითონ ევედრება უფალს, ამიტომ ამ ადამიანმა ითხოვა უფლიდან შანსი, სამყაროდან შანსი, უფლიდან შანსი და თქვენთან მოდის პასუხისმგებლობით. გუშინ წინ იყო კიდევ ეს პირველად ამოვიდა ეს კარტი და ეს ადამიანი მოდის პასუხისმგებლობით მეგობრებო, კი. ასე რომ ელოდეთ. კიდევ ხო როგორ შეიცვლება თქვენი ცხოვრება დაბნელების კორიდორის შემდეგ? კიდევ როგორ შეიცვლება? ბატონო, მოულოდნელად. ეს იქნება მოულოდნელად ეს ყველაფერი, მეგობრებო. აქ გაჟღერებული თითოეული ინფორმაცია არ უნდა გათქვათ. ყოველთვის გავიმეორებ, სანამ დავასრულებ დღევანდელ ლაივს, ხშირად გავიმეორებ ამას და შეგახსენებთ, რომ ამ კარტს სპეციალურად არ ვიღებ აქ, მეგობრებო, და გაითვალისწინეთ, აქ ეს რატომ დევს. არავისთან არაფერი არ გათქვათ. ეს ადამიანი თქვენთვის, აი 2 კვირა, ზუსტად ეს 2 კვირაა კორიდორი დაბნელების და 2 კვირაში ესეც ორიანებთან დაკავშირებული სიტყვა, მეგობრებო, და ზუსტად ეს ადამიანი გამოჩნდება ამ 2 ვადაში, 2 კვირა, 2 დღე, 2 თვე, 2 თვე არა, 2 კვირა, მეგობრებო. თვე არ მიგულისხმია, ამ შემთხვევაში თვე არა. 2 კვირა. ეხლა ისიც არ მომწეროთ 2 კვირაც და რა ამბავიაო, მეგობრებო, ოღონდ ვინმე არ დამიწეროთ. ხო, არ გამაბრაზოთ. არ მაწყენინოთ უბრალოდ, ხა, არ გამაბრაზოთ, არ მაწყენინოთ. კიდევ რა, აი ამ 2 კვირის განმავლობაში, ხო, ტრიუმფი, გამარჯვება. სიახლეები, ახალის დასაწყისი, შემოსავალი, თუ კი ფინანსების პრობლემა გქონდათ, ესეც გაითვალისწინეთ, რომ წინსვლა და მატება გექნებათ ფინანსებში. ძალიან ბევრი თქვენთაგანის სურვილები უკვე დაიწყებს მსვლელობას, მეგობრებო, გააჩნია ვინ რა სტადიაში იმყოფებით და ვინ რა პერიოდი გაიარეთ. მაგრამ გავიმეორებ, ბევრი შემთხვევაში დაბნელების კორიდორი არის წარმატების წინსვლის და უკეთესობისკენ შეცვლის სიტუაციის, მეგობრებო. კი, უკან არ დაიხიოთ არაფერზე, რა სიტუაციაც არ უნდა გქონდეთ, მაინც არ დაიხიოთ უკან არაფრის გამო, მეგობრებო. არანაირ რთულ სიტუაციას არ შეუშინდეთ. ეს არის ისევ ჩვენი რა ერთ სირთულეებიც გვეძლევა, ეს არის მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი ცხოვრება შევცვალოთ და უკეთესობისკენ წავიწიოთ წინ. სირთულეები არ ნიშნავს იმას, რომ ცხოვრება სრულდება. სირთულეები არის ჩვენი განვითარებისთვის, ჩვენი წინ წაწევისთვის და თითოეული სირთულე ნიშნავს ჩვენ წინ გადადგმულ ნაბიჯს, მეგობრებო, ასე რომ ამ ყველაფერს არ შეუშინდეთ. ძალიანაც კარგი. მოსასწრაფი მაქვს, ასე რომ ელოდეთ პარტნიორს. დედას გეფიცებით, მეგობრებო. ელოდეთ, ცხვირი მომძვრა. გურიაში იტყვიან მოსასწრაფი. ვისთან როგორ ამბობენ არ ვიცი? აი, მეგობრებო, აი რა ამოვარდა? ძალა თქვენს ხელშია. პარტნიორის თქვენ ხელშია. აი ეს ჯიუტი, ეგოისტი ადამიანი თქვენ ხელშია, მეგობრებო? ნუ რა ვქნა, ხო? როგორ ფიქრობს თქვენთან მოსვლას და ნახეთ რაზე ფიქრობს მოსვლას, მეგობრებო. ხო, მეგობრებო. ეს ადამიანი არის ფიქრობთ ის, რომ ერთი წუთითაც არ გაივლოთ გულში და ერთ ღამესაც თუნდაც არც დაგესიზმროთ ის, რომ ეს ადამიანი დაგთმობთ. სიზმრადაც არიოცნებოთ ამაზე, მეგობრებო, რომ ეს თქვენი პარტნიორი თქვენ დაგთმობთ. არავითარ შემთხვევაში ეს არასოდეს არ იფიქროთ. ხო. ვინ რა იფიქრეთ არ ვიცი, მაგრამ ეს ადამიანი თქვენ დათმობას არ აპირებს. არა, თქვენ ხართ მისი. ამისთვის ძალიან ბრძოლობს, ბრძოლობს და კიდევაც იბრძოლებს და თქვენ თავს არავის დაუთმობს. არა, მეგობრებო. ახლა ზუსტად მაგას ფიქრობს, რომ ვინმეს დაუთმოს. ახლა ზუსტად იმაზე ევედრებოდა უფალს, რომ თქვენი თავი ვინმეს დაუთმოს და ანდა ზუსტად იმას ამბობს, რომ რას ქვია, მეგობრებო, ეხლა ამით, ეხლა ამ ადამიანს, ეხლა თქვენ არც ეჭვი შეგეპაროთ იმაში, რომ ეს ადამიანი სადმე წასულია და ანდა ამ ადამიანმა თქვენი თავი ვინმეს აჩუქოს. არც გაიფიქროთ გონებაში უბრალოდ.
ეს თქვენ ხართ და თქვენი პარტნიორი. თვითონ ფიქრობს, რომ თქვენ ხართ მისი უფლის საჩუქარი. თვითონ ფიქრობს, რომ არა, რას ლაპარაკობთ მეგობრებო, აი შემიძლია უსასრულოდ გავიმეორე ეხლა, რომ ეს ადამიანი თქვენთანს არავის არ დაუთმობს. აი დედას გეფიცებით, ახლა მინდა რომ ვიმეორო, არ დაგთმობ, ასე ამბობს. მეგობრებო. თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ეს ადამიანი არავის დაუთმობს თქვენ თავს. ეს წინასწარმეტყველი ადამიანია, ეს თქვენ ხართ. თქვენ ძალიან კარგად იცით. ხო. მანიპულატორები ხართ თქვენ. გადაწყვეტილება თქვენზეა. კი, რა თქმა უნდა, ეს ადამიანი თვითონ ისე ფიქრობს, მაგრამ უყურეთ ახლა აქ რა ხდება. მისი ჭირი მეთქვა ბოდიში მასთან. მას კი ეგონა რომ თვითონ იყო მანიპულატორი, მაგრამ ნურას უკაცრავად ეხლა თქვენი მანიპულაციებია მეგობრებო, უკვე მოდაში. ხო, ეს თქვენ ხართ. ეს თქვენი მანიპულაციები, ეს თქვენი გადაწყვეტილებები, თქვენს პარტნიორს ის არ ეგონოს მეგობრებო, არ დაგთმობ ერთია და არ დაგთმობ, მაგრამ ჩვენი ძმა მოიხედე აქეთ მეგობრებო, ჩემთან მოაგზავნეთ და მე განუმარტავ ამ ყველაფერს. მოუშვით აქ, მოიყვანეთ მეგობრებო. და მე ვეტყვი ასე, ძმაო, დავაი ახლა აქედან იარ, ასე ვეტყვი მეგობრებო. ხა. იმიტომ რომ ახლა ჩვენ აქ არ ვართ ის რაც ვიყავით. და ვეტყვი ახლა შენი მანიპულაციები ჩაიდე ჯიბეში და ახლა ჩვენსას მოусმინეთ ქოძამა. ასე ვეტყვი მეგობრებო, კი. გურულების ენაზე ვეტყვი მეგობრებო, ზუსტადაც. დამთავრდა მისი მანიპულაციები, ახლა ჩვენის დროა მოსული მეგობრებო, ასე რომ გოგოებო, თქვენს გვერდით ვარ მე. ზუსტად. აი ესე გააგრძელეთ, რასაც ახლა აკეთებთ. და გარწმუნებთ, რომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც თქვენ გინდათ. არანაირი უკან დახევა, აქაც ზუსტად ამოვიდა, უკან დახევა არანაირად მეგობრებო. აი იმ ჩვენებას მიაწექით ახლა, აი ტრანსფორმაცია. იმ ჩვენებას მიაწექით ახლა რასაც აწვებოდით მეგობრებო და ზუსტად ესაა თქვენი ტრანსფორმაცია და თქვენი პარტნიორის ტრანსფორმაცია კიდევ. აი მანდ ვართ მეგობრებო. ეხა გვიყუროს შორიდან. ესე გვიყუროს შეშინებული, სად წავაგე, სად დავაშავე, ესე ფიქრობს ახლა თქვენი პარტნიორი. არც ორი კვირა მშველის და არც ორი დღეო, ასე ამბობს მეგობრებო. სად გავიქცეო, სად შევყო თავი, რომელ ტრუბაში შევძრე, არ ვიციო. ხო. ზუსტადაც, მორგანა, ზუსტადაც. დედას გეფიცებით მეგობრებო, უბრალოდ ამ სამ კარტს დააკვირდით. თქვენი პარტნიორი მოდის, არა მოფრინავს. ხო, მეგობრებო. ეს თქვენ ხართ, თქვენი მანიპულაციები და თქვენ რასაც გადაწყვიტავთ, ისე იქნება. ეტყვით ასე. არ იქნება როგორც მე მინდა, დავაი აქიდან, ნატრივისიოლი ბუკვი. ზუსტადაც. Жили у бабуси два веселых гусях. Ай ასე. Зустат. Ай ეს бабусия. ეს бабусия. Один серит рукой бели два веселых гуся. Тра-та-та-та-та-та. მისი ცხვირის ჭირი მე. როგორ მიყვარს. მისი მოღუნული ცხვირი. რატო? ერთი წუთით მოღალ ახლავე მეგობრებო. ხო, აბა რა ეგონა მაგას? მისი მანიპულაციები ჩაიდოს ახლა ჯიბეში და იაროს წინ და უკან. კიდევ მეგობრებო, კიდევ რაო ჩვენმა პარტნიორმაო, რაო როგორ ვარო? მეგობრებო, რაო და ესე მოვდივარო. მე ვიციო რომ კალიდორის შემდეგ მე სხვანაირად ვერ მოვალო და მოვდივარო ბალანსისთვისო. კიდევ რისთვისო? კიდევ აქამდეო რაღაცასო ვშრომობდიო, რაღაცას ვაგროვებდიო, ბრძოლობდიო მეგობრებო. კიდევ ამბობს იმას, რომ ძალიან ბევრი უძილობა მქონდაო.
ხო, ბრძოლობდიო, ზოგი შეიძლება მართლაც ბრძოლობდა იმისთვის, რომ რაღაცა ორი კაპიკი ფული დამეგროვებინაო და მეგობრებო, ბინა მეყიდა, ან სახლი მეკეთაო, ან სახლი მეყიდაო, ან პრობლემები მომეგვარებინაო, მემკვიდრეობისო, ასე ამბობს, რაღაც თავისი პასუხისმგებლობა მქონდაო. კიდევ, ხო და ამას ველოდებოდიო. ამის შემდეგო მინდაო მოსვლაო, ამ წუმპედან გამოსვლაო და ამ ურთიერთობის დაბალანსებაო. მისი ჭირიმე თქვა. ხა, რამდენი ამბები მოგვიყვა მეგობრებო, ხედავთ, დავიღალეთ უკვე. ეხლა მინდა ვკითხო კარტს, თუ არის მისი ზღაპრები დასაჯერებელი. მეგობრებო, ეს ნამდვილად არაა ზღაპარი, რომ ის ნამდვილად მოვა. თქვენი გადასაწყვეტი იქნება, მიიღებთ თუ არა, დაიბრუნებთ თუ არა, დაიჯერებთ თუ არა. მაგრამ მე მინდა ვკითხო ეხლა კარტს. თუ არის დასაჯერებელი მისი მოსვლა, თქვენ თუ უნდა დაიჯეროთ მისი ამბავი. მისი მოყოლილი ზღაპრებით უნდა დაიჯეროთ. თქვენ ძალიან გატკინათ. აი როგორ გატკინათ თქვენ ამ ადამიანმა. თქვენ ეუბნებით რომ მე მინდა მარტო ყოფნა, ჩემ თავთან, საკუთარ თავთან. ამ ადამიანმა ძალიან გაგანადგურათ, კრიზისებში შეგიყვანათ. ძალიან ცუდი შთაბეჭდილება მოახდინათ თქვენზე. ძალიან ბევრი გატკინათ. ბევრი მიგატოვათ. ანუ იცით რა პერიოდში, რა პროცესი გაქვთ მეგობრებო, აი თქვენ რომ ეს ყველაფერი გადალახეთ, თქვენ რომ ეს ყველაფერი უკვე გაიაზრეთ, ეს ყველაფერი უკვე თქვენ უკან დატოვეთ. ხო, მეგობრებო, აღარ გინდათ უკვე. თუნდაც ეს ადამიანი მართლა მოვიდეს და მართლა მოდის უკვე თავისი, კი, სიახლეებით და თავისი განოლებული სიტუაციით და თუნდაც აი მეგობრებო, მართლა მოდის იმაზე, რასაც ამბობს, ხო? მართლა მოდის, ხო? მეგობრებო, თქვენ უკვე აღარ გინდათ. ანუ ხვდებით, ხო? იმ დროს მოდის, რომ თქვენ უკვე აღარ გინდათ. ხო. ხო, გეუბნებით, ბევრი მიიღებთ, ბევრი არ მიიღებთ. ბევრი ამბობთ რომ აღარ მინდაო. მაინც მინდა ვკითხო კარტს. თუ არის ეს ადამიანი სანდო, სამყაროს მინდა ვკითხო. კარგი, თქვენ გინდათ, არ გინდათ, ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია. არის თუ არა სანდო? ეს ადამიანი მზად არის ყველანაირი პრობლემა მოაგვაროს. ეს ადამიანი მზად არის ყველაფერი შეცვალოს, საფრთხე გადალახოს, ყველანაირი პრობლემის მოსაგვარებლად მზად არის. კი, შეიძლება ხმლების პაჟია, მაგრამ ეს არის მოქმედების კარტი. ეს არის ადამიანი, რომელიც უკვე მოქმედებას აპირებს, უკვე მოქმედებს, უკვე მეგობრებო, ხო. კი, მეგობრებო, კიდევ ტურსი. ბატონო, კი, მეგობრებო, ეს ადამიანი არ დაგთმობთ. ეხლა თქვენ მიიღებთ თუ არ მიიღებთ, ეს თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ ესე ადვილად ამ ადამიანს ვერ მოიშორებთ, მეგობრებო. ვერ მოიშორებთ. თავი არ მოიტყუოთ, ვერ მოიშორებთ, მეგობრებო. კი, გინდათ ესე, მაგრამ ხა. არა, მეგობრებო, ერთხების პაჟი, მონეტების დედოფალი. თქვენ ამ ადამიანიდან გაიგებთ ძალიან მნიშვნელოვან ამბავს. ეს ადამიანი, მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, ისეთ რაღაცას მოიფიქრებს, რომ ბევრი თქვენთაგანი უარს არ ეტყვის. მე ბოლო ჩვენ საჯარო ლაივშიც ვთქვი და ეხლაც გავიმეორებ. წინასწარ არავინ არაფერი არ დამეტრაბახოთ ახლა აქ მეგობრებო. ეხლა კი ხართ ისეთ დიდ გულზე, მოდი ცუდად ნუ გამიგებთ. კი, ეხლა კი ამბობთ იმას, რომ აბა ერთი დამიდგეს და კუდით ქვას ვასროლიებდა. ვაიმე ამ ხმლით გავგმირავდა, დავკლავ ღორივით და ასე ვიზამ და ისე ვიზამ მეგობრებო, მაგრამ უყურეთ აქ რა ხდება. ფაქტის წინაშე როცა დადგებით. ანუ ეს ადამიანი, როდესაც თქვენთან მოვა და თქვენ მის წინაშე დადგებით, ფაქტი არის თვითონ, ხო? თქვენ რომ მის წინაშე დადგებით, მეგობრებო, თქვენ ამის გამკეთებლები არ ხართ. არ დამიწყოთ ახლა აქ რამეს მტკიცება და ფიცი მეგობრებო. ხო? ეს ადამიანი ისეთი ენერგიებით მოდის, რომ თქვენ მას ესე ერთი ხელის მოსმით უარს ვერ ეტყვით. ხო. ასე რომ წინასწარ არაფერი არ თქვათ.
ეს ადამიანი ისეთ რაღაცას იტყვის, როდესაც მოვა. ეს ადამიანი ჯერ ისეთი, მოდი ასე ვიტყვი, ისეთნაირად გეტყვით რაღაცას, მეგობრებო, ისეთნაირად მოიმოქმედებს იმ რაღაცას თავისი მოსვლით. ისეთნაირად გეტყვით, ისეთნაირად მოგიდგებათ, ისე გააკეთებს ამ ყველაფერს, რომ შოკი დაგემართებათ. ხო, თქვენი თავის თქვენ თვითონ გაგიკვირდებათ და მე იფიქრებთ უბრალოდ არ ვაპირებდი ამ ადამიანის მიღებას და როგორ მოახერხა ეს. მე არ ვიცი როგორ მოახერხებს, მაგრამ ზუსტად ეს იქნება. პასუხი არ მაქვს. როგორ? დაპატიეთ. მე პასუხი არ მაქვს როგორ, მაგრამ კი, ასე ისამს. ეს არის მუშაობის კარტი. ზრდა, შრომა, პროგრესი, სიმდიდრე, ორგანიზაცია. ამ ადამიანს უკვე თავისი გადაწყვეტილება დაორგანიზებული აქვს. ან ორგანიზაცია აქვს გაკეთებული, მეგობრებო, უკვე. დაგეგმილი აქვს უკვე. მე გადავედი იტალიელების ენაზე, მეგობრებო. ხა. ამ ადამიანს უკვე დაგეგმილი აქვს ეს ყველაფერი, როგორ რა გააკეთოს. გეგმა აქვს შემოშავებული. როგორც გინდათ ახლა ისე გაიგეთ ეს ყველაფერი. თქვენ. ხა. თქვენ ერთადერთი რა დაგრჩენიათ ახლა მაინტერესებს. ხა. ესეთია დღევანდელი ლაივი, ნუ რა ვქნა, დაბნელების კორიდორია ეს ზუსტად ესეთი. ესე უნდა მოხდარიყო. ხა, აი თქვენ რა, თქვენ რა ამ დროს. მოდის მეგობრებო, თქვენ ესე ლამაზად დაჯექით. და ამ ადამიანს აცადეთ როგორ მოვა თქვენამდე და თქვენ მიირთვით ეს ყველაფერი. ხა, უღრმესი მადლობა ყველას მეგობრებო. თქვენ ეს ყველაფერი მიირთვით ლანგარზე მორთმეული. აი ესე ლანგარით მორთმეული მიირთვით. მეტი არაფერი მეგობრებო. შეირგეთ, ისიამოვნეთ ეს ყველაფერი. ხა, თქვენი დაკარგული დრო, დაკარგული ენერგია, დაკარგული ფინანსები, დაკარგული სიყვარული, აი ეს ყველაფერი დაკარგული რაც იყო აქამდე, შეირგეთ ახლა რაც მოდის თქვენამდე. ნუ ეს თქვენი გადასაწყვეტია რა სიზამთ, ისევ გავიმეორებ. ხა. კი ბატონო. თქვენ ამ დროს თქვენ ამბობთ რომ ძალიან რთული გზა გავიარე. თქვენ ამბობთ რომ მე უკვე დავასრულე, მე მინდა ახალი ცხოვრება. გეუბნებით ბევრი დაათანხმდება და ბევრი უარს იტყვის. კი, ეს თქვენი იტყვით, ბევრი ესე ეტყვით, მე ჩემი სტაბილურობა მირჩევნია და მე ჩემი ცხოვრება მირჩევნია იმით რაც მაქვს. თუმცა ბევრი დაათანხმდება მეგობრებო. დათანხმების შემთხვევაში ბევრი დაათანხმდება კი. კი, ეს არის დასასრული ძველის და ახალი დასაწყისი მეგობრებო. თუ კი გააგრძელებთ ამ ურთიერთობას, ისე აღარ იქნება როგორც იყო. ყველაფერი იქნება ახალი. ხო. ყველაფერი იქნება ახალი. რაც არ უნდა რთული იყოს, აი ნახეთ თქვენს წინ ვიღებ კარტებს. ეს ადამიანი ძალიან ცუდათაა. ეს ადამიანი თვითონ იმიტომ უნდა მოვიდეს თქვენამდე რომ ძალიან ცუდათაა, დანგრეულია, დაშლილია, დაფუნგულია, ასაწყობია მეგობრებო ეხა. ეს იმას არ ნიშნავს რომ თქვენ უნდა ააწყოთ. არა. აი ის რაც მოხდა, ეს ადამიანიც გადის ახლა ტრანსფორმაციას, ეს დაბნელების კორიდორი მისთვის არ არის ადვილი, საშინელება. თქვენ წარმოიდგინეთ თქვენზე ცუდადაა ის. თქვენ ამ დაბნელების კორიდორამდე გაიარეთ ეს პროცესი და ის ეხლა გადის და ამასთან ერთად არის ჯოჯოხეთი ტრანსფორმაცია მეგობრებო, თქვენ ვერ წარმოიდგენთ. ხო, ბეწვის ხიდს გადის რო იტყვიან ეს ადამიანი. ხო, ამ ყველაფერს არ გეტყვით და არ გაჩვენებთ, მაგრამ ძალიან ცუდათაა უთქვენოთ. ერთგვარი მიჯაჭულობა აქვს. აი ეს დაბნელების კორიდორი კიდევ არის ერთი პროცესი ის რომ ამ ყველაფრიდან უნდა განთავისუფლდეს, იმ სიტუაციიდან სადაც არის ის უნდა წამოვიდეს, უნდა დაასრულოს იქ ყველაფერი. ეს ადვილად არ ეძლევა, ეს ძალიან რთულად ეძლევა ამ ადამიანს და ეს არის მისთვის ჯოჯოხეთი. ეს არის კიდევ ეხლა ამ დროს განთავისუფლების კარტი, რიტუალობის კარტი, გაწმენდის კარტი და ეს ადამიანი უნდა გაიწმინდოს. და ამის უკან ოჯახის კარტია. და
ეს ადამიანი აუცილებლად მოვა ამ დაბნელების კორიდორის შემდეგ ოჯახის შესაქმნელად, ოჯახში და საბრუნებლად, ჯვრის წერისთვის, ქორწინებისთვის, ურთიერთობის გაგრძელებისთვის და ამ ყველაფრისთვის, რაც თქვენ გეკადრებათ, მეგობრებო. აი ასე. ხო, ბატონო, ელოდეთ ამ ადამიანიდან მნიშვნელოვან ამბავს, მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. ეს მან უკვე გადაწყვიტა ასე, მეგობრებო, უბრალოდ დაბნელების კორიდორი უნდა დასრულდეს. ამ პერიოდში არაფრის გაკეთება არ შეიძლება. ეს ორი კვირა არის მისთვის გაკვეთილი ბეწვის ხიდის გავლა. მისთვის, თქვენთვის არა, მისთვის. თქვენ უბრალოდ დაელოდოთ უნდა ამ პროცესს. ხო, აი მეგობრებო. ეს სამიანების თასი რამდენადაც სამკუთხედისა, იმდენად სამკუთხედის დასრულებისა, გამარჯვების და ფორტუნას და გამარჯვების. ანუ ამ დაბნელების კორიდორის შემდეგ ეს ადამიანი მოვა თქვენთან ოჯახის შესაქმნელად, ჯვრის წერისთვის, მნიშვნელოვან ამბავს გეტყვით, რომ თქვენთან ქორწინება უნდა, თქვენთან ნიშნობა უნდა, თქვენთან ჯვრის წერა უნდა, თქვენთან ოჯახი უნდა, ოჯახის შექმნა უნდა და პასუხისმგებლობა იქნება თქვენზე. ეს თქვენ ხართ. პასუხისმგებლობა იქნება თქვენზე. თქვენ რაც გადაწყვიტავთ ამ ურთიერთობის გაგრძელება თუ დასრულება. ეს იქნება თქვენზე. თქვენ რასაც გადაწყვიტავთ, იქნება ისე, სხვანაირად ვერა. აქამდე თუ იყო მასზე დამოკიდებული ამ ურთიერთობის გაგრძელება, ნუ რას უკაცრავად, ეხლა თქვენ რას გადაწყვიტავთ, ისაა საქმე. ეხლა თქვენზეა მონიჭებული ეს ყველაფერი, მეგობრებო, სამყარომ გააკეთა ისე, რომ ეხლა თქვენ როგორც გადაწყვიტავთ, იქნება ისე. დამთავრდა მისთვის კინო. ეხლა თქვენზეა. აბატონო. თუ გექნებათ სურვილი, რომ ამ ადამიანთან გააგრძელოთ ეს ოჯახური ამბავი, გააგრძელებთ თქვენი თანხმობით. არ გენდომებათ და არ გააგრძელებთ, მეგობრებო. აბატონო. ასე რომ ესეთი იქნება დაბნელების კორიდორი, თქვენი გადასაწყვეტი იქნება ეს ყველაფერი ჩემო ძვირფასებო. დარჩებით ამ ურთიერთობაში თუ გააგრძელებთ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ბევრი თქვენთაგანი გააგრძელებს, ბევრი დაფიქრდება. ხო, ისე მეგობრებო, შეგიძლიათ რომ უცებ უარიც არ უთხრათ, შეხედეთ მაინც. ხო, თუმცა ეს ადამიანი ოჯახის შესაქმნელად მოდის. ხო, პასუხისმგებლობა კვერთხების მეფე და პასუხისმგებლობა თასების მეფე და კვერთხების მეფე. მაგრამ მაინც დააკვირდით, მეგობრებო. ხო, ასეთი იქნება დაბნელების კორიდორი. ეხლა რა მინდა ვკითხო? ჩვენი ასტრა ბარათების მეშვეობით, ჩემო ძვირფასებო. მოგესალმებით ყველას, ვინც ეხლა შემოგვიერთდით, უღმესი მადლობა ყველას, ჩემო ძვირფასებო. ყველას არ უხარიათ თქვენი კარგად ყოფნა, ასე რომ საიდუმლოს შენახვა ისწავლეთ, მეგობრებო. კიდევ უნდა ისწავლოთ არას თქმა, უარის თქმა უნდა ისწავლოთ, მეგობრებო. ის რაც თქვენ არ გინდათ, ის რაც თქვენ არ მოგწონთ, არ გიხარიათ. ერთი სიტყვა, რომელიც შეცვლის თქვენ ცხოვრებას, არის არა. ეს არის დამოუკიდებლობა. ეს კარტი არის დამოუკიდებლობის. თქვენ ხართ დამოუკიდებელი ადამიანები უკვე, დამოუკიდებლად შეგიძლიათ გადაწყვეტილების მიღება. ამავე დროს თქვენ ხართ ძალიან თავისუფლების მოყვარულები. აქამდე თუ დადიოდით სხვის ყუაზე და სხვას რა უხაროდა და სხვა, ეხლა თქვენ ხო, გეუბნებით ისე აღარ იქნება როგორც ადრე. უყურეთ, ეს ხართ თქვენ და თქვენ გიკავიათ ესე ბინოკლი, მე მგონი ბინოკლი ქვია მას, ხო? და ძალიან შორს მჭორეტელი ადამიანები ხართ უკვე, მეგობრებო. თქვენთაგანს უკვე ჩამოწერილი აქვს თავისი სურვილები, აგერ უწერია. ხვალ რა გვინდა, მაგალითად, ხვალ რო გათენდება, რას გავაკეთებ? რა გეგმა მაქვს ხვალ? ხო, უყურეთ? ის რა გეგმებიც გაქვთ ხვალისთვის, არავის არ უნდა უთხრათ. ხო იცით?
არავის არ უნდა უთხრათ. არავის არაფერი არ უნდა უთხრათ. საკუთარ თავთანაც მეგობრებო, უბრალოდ თქვენთვის გონებაში დაიტოვეთ და ისე მშვიდად წყნარად იმოქმედეთ. ხო, ეს ადამიანი ძალიან წინმხედველია, შორსმხედველია. თავის გეგმებს, სურვილებს, ოცნებებს, აი ესე წერს, ჩამოწერილი აქვს და იმის და მიხედვით ნაბიჯ ასრულებს. ხო, აი ასე. კიდევ, რას გვეტყვის ამ დაბნელების კორიდორზე? ჩვენი ასტრაბარათები, ის რაც არ უნდა უთხრათ არავის. დაბნელების კორიდორზე რას გვეტყვის ჩვენი ასტრაბარათები კიდევ? კიდევ რას გვეტყვის ასტრაბარათები? რას? ხო, ნუ ეხლა ამის გარეშე, ეხლა ამის გარეშე აქ არ შეიძლებოდა მეგობრებო. ხო, ეს არის ჩვენი ბატონი. პატივსაცემი ადამიანი, პატივისცემა. ელოდეთ ამ ადამიანიდან პატივისცემას. ელოდეთ ამ ადამიანიდან გვირგვინის დადგმას. კი, ამ ადამიანს თუ აქამდე თქვენ დაადგით გვირგვინი, ახლა პირიქით მოხდება მეგობრებო და ეს ადამიანი მოვა თქვენთან და ანუ ეს ადამიანი გაღიარებთ. მოდი ასე ვიტყვი. ხო, ეს ადამიანი გაღიარებთ თქვენ. სრულყოფილად. აი პირდაპირ მნიშვნელობით გაღიარებთ მეგობრებო. ხო, კიდევ ის რომ სიმშვიდე, ეს არის სიმშვიდის კარტი. თქვენ იგრძნობთ სიმშვიდეს, თქვენ იგრძნობთ დაფასებას, თქვენ იგრძნობთ დამოუკიდებლობას, თქვენ იგრძნობთ ძალას. ძალას იგრძნობთ. თქვენ იგრძნობთ თქვენი სურვილების ასრულებას. უკვე ამ პროცესს იგრძნობთ მეგობრებო. პროცესს იგრძნობთ. აი ამ ყველაფერს იგრძნობთ. თქვენი სურვილები, ეს სურვილების კარტია. აი ის რაც ჩამოწერილი გაქვთ, აი აგერ მეგობრებო, აგერ. მოკლედ მეგობრებო, არ ვიცი, მაგრამ თქვენი პარტნიორი, ხო, ელოდეთ თქვენ პარტნიორს. კი, აი თქვენი სურვილები აქ ხო გაქვთ ჩამოწერილი? აგ ჩამოწერილი გაქვთ, აქ უკვე კითხულობთ. ფანჯრები და დარაბები ქეთოდაკოტეში როა მეგობრებო, აი ზუსტად პირდაპირ მნიშვნელობით. უღრმესი მადლობა ყველას მეგობრებო, უღრმესი მადლობა. ხო, ნუ რა ვქნათ? მეგობრებო, წერეთ. რაც შეიძლება ბევრი სურვილები ჩამოწერეთ, კი. აი ეს არის ის, რაც აქამდე მეგობრებო წინააღმდეგობა გქონდათ, ეს არის ერთ-ერთი წინააღმდეგობის კარტი, მაგრამ ის რაც აქამდე წინააღმდეგობა გქონდათ მეგობრებო, დასრულდა. ხო. ეხლა თქვენი დროა. თქვენი დროა მეგობრებო. ასე რომ კიდევ რა? კითხვებზე პასუხი არ მაქვს, ჩემო ძვირფასებო. კიდევ რას გვეტყვის აბა? დაბნელების კორიდორი. როგორი იქნება დაბნელების კორიდორი? დასრულება. ბაბა, როგორი იქნება დასასრული? ბალანსი. ძალა, ბალანსი. დაბალანსდებით მეგობრებო, ეს პერიოდი ეცადეთ რომ იყვეთ ბალანსში, არ ინერვიულოთ, არ იკამათოთ, არ იკონფლიქტოთ. კონფლიქტში არ შეხვიდეთ არავისთან, იყავით მშვიდად, სიმშვიდეში გაიარეთ ეს ორი კვირა მეგობრებო. ხო, აი არაფერზე არ ინერვიულოთ, არ იღელვოთ, დაასრულეთ. ეცადეთ რომ მართლაც მშვიდად გაიაროთ ეს ყველაფერი. ბალანსში მოდით მეგობრებო. ბალანსი. კიდევ ერთიც. ხო, აი მეგობრებო. აი მეგობრებო, რატომ კარგი? ხო, ბალანსი და ნახეთ, ძალა, ბალანსი და ეს არის კეთილშობილება. ხო. ანუ რისი თქმა მინდა, დაბნელების კორიდორი იქნება კიდევ ერთგვარი ძალის მომატების, ოცნებების, მსვლელობის, თუ კი მოგზაურობა გინდათ, თუ კი წასვლა გინდათ სადმე მეგობრებო, დაგეგმეთ ეხლა და დაგეგმეთ მეგობრებო, აუცილებლად დაგეგმეთ ეს ყველაფერი და აუცილებლად მოიყვანეთ შემდეგ სისრულეში. თქვენ ამ ყველაფერს მოიყვანთ სისრულეში, კი. ძალიან კარგი პერიოდი იქნება თქვენ ცხოვრებაში ეს დაბნელების კორიდორი დანბე უკვე მეგობრებო. დასასრული ხო იქნება სასწაული, ასე რომ არაფერზე არ ინერვიულოთ. ერთი წუთით მეგობრებო. ხო.
არაფერზე არ ინერვიულოთ, იმიტომ რომ ყველაფერი ცნობის მოყარეობა კლავთ, ისე კი რა იქნება, როგორ იქნება, ქვემოდან არის ცნობის მოყარეობის კარტი, მაგრამ არც მაგაზე ძალიან ინერვიულოთ. მიანდეთ სამყაროს ყველაფერი. ეს არის კიდევ სამყაროს კარტი, აქ ხედავთ ხო? აი, მოგზაურობა და სამყარო. ძალიან არ ინერვიულოთ ამ ყველაფერზე, ნუ იქნებით ამ ყველაფრის ცნობის მოყარეები, ნუ და გაინტერესებთ წინასწარ რა იქნება და როგორ იქნება, ყველაფრის გაგებაც კიდევ ამ კარტს თუ არ ჩავთვლით. იმას რომ ეს ერთ-ერთი ერთგვარი კიდევ იმის მაუწყებელია რომ ყველაფერი არ უნდა იცოდეთ, რაც გაიგეთ აქ ისიც საკმარისია იმისთვის რომ სიმშვიდე შეინარჩუნოთ და დაატკბეთ და იყოთ მშვიდად იმ ინფორმაციით, რაც გაიგეთ აქ მეგობრებო, ასე რომ ამაზე არ ინერვიულოთ. რაც მთავარია, ყველაფერი მიანდეთ უფალს. კი, და ეს კიდევ ბოლო კარტი არის სიხარულის, ბედნიერების, უფლისწყალობის და აი ძალიან ისეთი ძალიან თბილი კარტია. ეს არის 22 და ეს არის სიხარულის კარტი. ერთადერთი რაც გელოდებათ არის უფლისწყალობა, აგერ დიდ ჯვარს ხედავთ, დიდ ჯვარს. ეს არის უფლისწყალობა გაქვთ და გელოდებათ ძალიან დიდი სიხარული, რაც თქვენ არ იცით, ამაზე მეტი ინფორმაციის ცოდნა თქვენთვის უკვე აღარ არის საჭირო, იმიტომ რომ ეს არის ერთგვარი საჩუქარი უფლიდან, ამიტომ დავკმაყოფილდეთ იმაზე, რაც გავიგეთ, ჩემო მეგობრებო, აქ გაჟღერებული ინფორმაციები და როგორ იტყვიან, ნუ გაუსწრებთ წინ მოვლენებს, ხა. ასე რომ ჩემო ძვირფასებო ძალიან კარგი იყო დღევანდელი ლაივი. ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი ლაივი. დროს არ ვიტყვით დღეს, იმიტომ რომ დაბნელების კორიდორი არის 2 კვირა. ეს 2 კვირა მშვიდ გარემოში, ყოველგვარი კამათის, გაუგებრობის, უკმაყოფილების და რაიმე დაგეგმის და ნაბიჯების გადადგმის გარეშე მეგობრებო, ერთადერთი რაც გვაქვს იმას უნდა მოუფრთხილდეთ, არანაირი ახალის წამოწყება, არანაირი ახალის საბუთები, მსგავსი რაიმე გადაწყვეტილების მიღება, ან სესხი, ან მსგავსი არაფერი არ გააკეთოთ ეხლა მკვეთრი ნაბიჯები, არც ფინანსებთან, არც გაასესხოთ, არც ისესხოთ, არც ივალოთ, არც ათხოვოთ. არაფერი მეგობრებო, უბრალოდ ეს პერიოდი გავიაროთ მშვიდად და ნახეთ ქვემოდან რა კარტია. ეს არის თქვენი ოცნებები. აი, ნუ რა ვქნა მეგობრებო, ეს არის თქვენი ოცნებები, ეს არის თქვენი სურვილები, თქვენი ბედნიერება. თქვენ ეს ყველაფერი გიახლოვდებათ, ასე რომ გაუფრთხილდით თქვენს ამ სიხარულს, არავისთან არ თქვათ, კიდევ გავიმეორებ, კონფიდენციალურობა გაითვალისწინეთ და ხო, ეს არის ერთ-ერთი საიდუმლო უფლიდან და სამყარო კიდევ გაფრთხილებთ. არ გათქვათ ის, რაც ეხლა დაიწყებს შემოსვლას თქვენ ცხოვრებაში, ამ ყველაფერს გაუფრთხილდით, მოუფრთხილდით ამ ბედნიერებას. თუნდაც პარტნიორი შემოვიდეს თქვენ ცხოვრებაში, მეგობრებო, არ თქვათ, თუნდაც ფარული ურთიერთობა შემოგთავაზოთ, არც ეს თქვათ, მეგობრებო, არავისთან არაფერი არ თქვათ. დამთავრდა. ასე რომ ესეთი იყო დღევანდელი ჩვენი ლაივი, მინდა მშვიდობიანი ღამე გისურვოთ, მინდა ბედნიერი დილის გათენება გისურვოთ, თქვენი ოცნებების და ფიქრების, გეგმების ასრულება გისურვოთ, მეგობრებო, და არასოდეს არ დაკარგოთ იმედი. იმედი არასოდეს არ დაკარგოთ. თუ კი რაიმე ისე არ ხდებოდა აქამდე, თუნდაც აქამდე, თუნდაც ზოგადად ცხოვრების გზაზე ყოველთვის ყველაფერი კარგად ვერ გვექნება. არანაირ დაბრკოლებას არ შეუშინდეთ. ეს რაღაცისთვის არის საჭირო. ხო, თუ რაღაც ისე ვერ წავიდა, ან არ წავიდა, არაუშავს ალბათ ასე იყო საჭირო. თუ გზაზე წასასვლელი იყავით და რაღაც გადაიდო და ვერ წახვედით, ალბათ რაიმე ცუდი გელოდათ და ამიტომ ვერ წახვედით, მეგობრებო. ასე იყო საჭირო. კი. ასე რომ უფალს მადლობა უთხარით მაინც იმ დაბრკოლებებისთვის, რაც შეგხვდა ჩვენ ცხოვრების გზაზე. მე მაგალითად ყოველთვის მადლობას ვეუბნები უფალს. უფალს მადლობა იმ ყველაფრისთვის, რაც გავიარე. უფალს მადლობა იმ დაბრკოლებებისთვის, რაც გადავიტანე. უფალს მადლობა ყოველი გათენებული დღისთვის. უფალს და სამყაროს მადლობა.
მადლობა იმ ადამიანებს, ვინც პრობლემები შემიქმნა გზაზე, რადგან ისინი რომ არა მე ეხლა ესეთი ძლიერი არ ვიქნებოდი. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც წინ გადამეღობა. იმიტომ რომ გამოსავალი იქ დავინახე. კი. იმ 44 თვის მადლობა ჩემს მტრებს, რაც ჩემთვის ამოთხარეს, იმიტომ რომ მე მაინც ფეხზე ვდგავარ და ის 40 დარჩა მათთვის. მადლობა უფალს ამისთვის. ყოველი დაბრკოლებისთვის მადლობა უფალს, ყოველი გადალახული სირთულეებისთვის მადლობა უფალს. კი. ის რომ არა მე დღეს ეს არ ვიქნებოდი, რაც ვარ მეგობრებო. ნამდვილად არ ვიქნებოდი. ასე რომ ყოველი გათენებული დღე მიხარია. თქვენც ამას ვიგისურვებთ. არ შეუშინდეთ პრობლემებს, არ შეუშინდეთ სირთულეებს, იმიტომ რომ თუ ჩვენ გვიგზავნის უფალი სირთულეებს, ესე იგი ამის გადატანა შეგვიძლია. ხო, სხვანაირად ვერ ავხსნი ამ ყველაფერს. რისი გადატანა შეგვიძლია, იმას გვიგზავნის სამყაროს, რომ დიდება უფალს და სამყაროს. მე კი მშვიდობიან ღამეს გისურვებთ და გელოდებით კომენტარებში ჩემო ძვირფასებო. ორშაბათიდან გავაახლებ პირად კონსულტაციებს და პირად გაშლებზე მუშაობას. სურვილი ვისაც გაქვთ, შეგიძლიათ მეგობრებო, პირადი კონკრეტული შეტყობინებით აქვე გადმოხვიდეთ ჩემს გვერდზე და კონკრეტულად მომწეროთ რა გნებავთ. მე კიდევ გაგცემთ პასუხს, ასე რომ ავადროებით და მშვიდობიანი ღამე, ბედნიერი დილის გათენება თქვენ გელოდებით კომენტარებში. უღრმესი მადლობა ყველას, ავადროებით.